რახან ჩართებ ბარემ ბოლომდე უყური ამ ვიდეოს. იქნებ შენთვის საინტერესო ნიუანსიც კი დაიჭირო ამ ვიდეოში. მოკლედ ეს ვიდეო არის დაუგეგმავი, წინასწარ გამზადებული ტექსტის გარეშე. უბრალოდ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ვიდეო. დიდი ხანია მინდა განვაახლო YouTube-ზე ვიდეოების დადება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მოკლედ ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება. ეს ყველაფერი არის თავის მართლება, ამიტომ გადავწყვიტე გადავიღო დღეს ვიდეო. იქიდან გამომდინარე რომ ეს ვიდეო დაუგეგმავია და წინასწარ არ ვიცი რაზე მომწევს საუბარი, ამიტომ ვისაუბრებ რაც პირზე მომადგება და რასაც ჩემი ტვინი მიკარნახებს. დღეს არის მესამე დღე, როდესაც დავიწყე უკვე დილის 6-ის ნახევარზე ადგომა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ყოველდღე ვცდილობ დილით ადგომას, ხან 5-ზე ადგომას, ხან 6-ზე, ხან 7-ზე, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდიოდა ისე რომ ერთ-ერთი დღე ვერ ვდგებოდი იმ დროს, როცა მინდოდა ამდგარიყავი, მაგრამ დავისახე მიზნად, რომ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში ავდგე დილის 6-ის ნახევარზე. მესამე დღე ჯერჯერობით კარგად გამოდის ეს ყველაფერი და იმედი მაქვს ამ ჩელენჯს ბოლომდე მივიყვანო. ამ 3 დღის განმავლობაში დილის 8 საათზე გამოდივარ გარეთ, ან ველოსიპედით დავდივარ, ან სტადიონზე, როგორც ახლა, ცოტა ხნის წინ დავასრულე ვარჯიში, ვარჯიშობ სხეულის წონით და ვცდილობ ვიყო აქტიური. თუ შენც ქონია მსგავსი სიტუაცია და დღესაც წვალობ დილით ადგომას და ვერ დგები, უბრალოდ უთხარი საკუთარ თავს რომ მოდი დღეს 10 საათამდე ან 11 საათამდე დავიძინებ და ავდგები იმ დროს, როცა უკვე მაღვიძარა დარეკავს და არ გამოვიყენებ სნუზ რილაქს. ეს დაგეხმარება რომ ჩამოიყალიბო დისციპლინა და მიყვე შენს გაწერილ გეგმას. შეიძლება დღის განმავლობაში ვერ შეასრულო ყველა ის ამოცანა, რასაც დაისახავ წინა დღით საღამოს, მაგრამ ყოველ დღე 1%-ით გაუმჯობესებაც კი ძალიან მაგარია იმისთვის, რომ წლის ბოლოს გახდე 37 ჯერ უკეთესი. ყველაფერს საერთო ცხოვრებაში აქვს დაგროვებითი ეფექტი. გროვდება შენი ჩვევები, კარგიც და ცუდიც და მე ერთიანად ქმნის ცხოვრების სტილს. აქედან გამომდინარე, შენი თითოეული ნაბიჯი, თითოეული შეცდომა და თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანია. ამიტომ არ დანებდე, განაგრძე წინსვლა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ვიდეო, რომელიცაც დავიწყებ YouTube-ზე მოღვაწეობას. ხო და კიდევ ერთი რაღაც დამოვიწყდა. არ შეგაშინო სიცივემ. ყოველდღიურად იყავი სიცივესთან რო ადაპტირებადი და შენ გახდები სტრესგამძლე, რაც დაგეხმარება რომ რთულ და პრობლემურ სიტუაციებში იპოვო გამოსავალი. აბა შენიცი. I'll make it all right. No lies, just hard working and some long nights. Get lost, we dive deep, a disciplined life. The cost of sweat, time, yeah, worthy price. I don't care what they all say, no way, negativity.